ცოცხალი გააქვს? რა თევზიკა? რამ შეგაშინე მილიციონერი ხომ არა? ხიზილა არა გაქვს შავი. ლოკო მაქვს ქინძვარში. აი კვირვე თორე პირველად ყიდულობ შენ. მოუსი აქედან თორე. შეაყოლე. არქი. უკაცა. თევზი გინდა თუ ხიზილა და? არცეთ დაგროა ვერ მეწყია. მიწა სულისგროა. ეკა, ქალბატონოთან, რა ბაზარია? შვენიერი, რა ფერები? მონგონს აღშერჩა ფერი და ხორცი. ვაიმე, წყარო. შენ არ იცი რომ წყარო ხარ? რატომ წყარო? მე მინდა ვადღეგრძელო ქართელი ქალი. ქალი როგორც ყველა დიადი გრძნობების წყარო. მე რეთქენ ბატონ ბიძინას ამ სადღეგრძელოს არ ეთანხმები? ხო და მითხარი ერთი რატო უნდა დადიოდეს ეს წყარო ბაზარში და ტრაქავდეს ამ სიმძიმე ჩანთებს, როცა არსებობენ ისეთი მუნტრუკები როგორც შენი ქმარი. უი, რა გძანებ? არა, ვახტანგს ეს არ ეხება. ვახტანგის ვაკაცია. წარაკრაკდი ახლა სახლში. წყარო. ეკა! რას გავს ეს? ამ ტუზიამ შუა ბაზარში როცა იცი ამდენი საქმე აქვს, რა უნდა მოასწრო? რამდენჯერ გითხარი, ყვავილები არ დამარახო მეთქი? შენი ვახტანგიც კაი ჯაჯღანა გამხდარა. არ ვიცი რა იმართება ბოლო დროს. ყვავილები შეიძულა. რა შეიძულა? ყვავილები. კაი, ახლა ეკა რა დროს ყვავილებია? ერთი შეეკითხე, რამდენად ყიდის ეს აყუდებული ვაშკაცი ერთ კონა ოხრახურს. კონად შავრე არ მოგწონს? ქალბატონოთან, რა მინდა კი? თქვენ როგორ ვაიმე ჩემო ეკა, ახლა წავალ თუ რომ დამრჩა მშიერი ჩემი ზოოპარკი, ფიდობით გენაცვალ დახავდი. ეკა, სადა ხარ აქამდე? სტუმრები უკვე სეიფში არიან. ვინ არიან? ფრანგი ტურისტები. ვაიმე. ძევასა. ამხანაგო რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ დროს. თბილისის დროით 7 საათი და 45 წუთია. განვაგრძობთ კონცერტს. გესმის რას უკრავი. თუმცა შენ საიდან გეცოდინება ღმერთო ჩემო. 20 წლის წინამდე ლამბას გაგონი. სოფელში ვიყავი იმ ზაფხულს, ბებიას ხორომ ჩაუვარდა ჭარში, გახსოვს? გახსოვს?
ამას უკრავდნენ, სწორედ როდესაც შენი წერილი მივიღე. აბა თუ გახსოვს რომელი? არ მახსოვს. გინდა მთელი წერილი ზეპირად გითხრა, გინდა? მინდა. ურაუტანელია თბილისი უშენი. ორი გამოცდა დამჭა. სულ ვერ მაცადინო. დიასახლისი ამბობს, ამინდის ბრალიაო, არც კი ვიცი რა ამინდია, მგონი ცხელ. რომ ვიცოდე შენიანები შეეგუებიან ჩემს უდიპლომობას, მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. მივატოვებ ყველაფერს და ჩამოვალ შენთან. როგორ უხერხულიც არ უნდა იყოს ეს შენი სოფლელების თვალში. თორემ ბებია შენის ჭაში ჩავარდნილი ბოჭოვასიც კიფშობს, რომ მოიყვანეს დიდხანს ვეფერეო, ასე არ მწერდი. შენი კიდევ ერთი ახალი პორტრეტი დავხატე. ზოლიანი კაპიტ. ცუდი არ უნდა იყოს. პორტრეტის კვალობაზე რა თქმა უნდა, თორემ შენთან შედარებით საშინელება ალბათ. იმ ვარდის ფერატნებს მოვიგონებ კვლავ. იმგვარად ვემდე. იმგვარად ვემდე. რა ხრობა ეს? შრომე. ახია შენზე ახე ყავდაურია. დილამშვიდობის სამხანაგებო. ბარჯის ვიწყებთ ადგილზე სიარული. გაიმართეთ, თავი მაღლა, ადგილზე ნაბიჯით. იარ. 1 2 3 2 ხომარით მესამე მიკრორაიონი, მეხუთე კვარტალი, მე-9 კორპუსი სად არის? მე-9 ანეს უნდა იყოს. ანეს ზუსტად ვერ გეტყვით. მოგელა, შემოსვლას არ ვაპირებ. საჭმელი მოგეტანა. შენ ალბათ ნაწყენი ხარ. არ ვიცი, ეთყობა რაღაც ხდება ჩვენ თავს ვახტა. შენ ასეთი არასოდეს არ ყოფილხარ. გადავიღალე ალბათ. შენ საყვარელ საქმეს აკეთებ და რატომ უნდა იყო ასე გაღიზიანებული? იქნებ დადგა შემოდგომა ჩვენ ცხოვრებაში. იქნებ გათავდა რაღაც. ნაცვლად. კარგი ახლა იყოფა. ნუ არ მომასწრე. ხანია ველოდები ამ კარების გაღებას. როგორ გონი არ მაინტერესებს რა გააკეთე ამ ხნის განმავლობაში. ცოტა კიდევ უნდა მაცემო. ზურიკო რომ ჩემო დედაშვილს ერთად გაჩვენებთ ყველაფერს. როდემდე უნდა იყო აქ ასე მარტო? ვიღაცის სახელოსნოში შეხიზნული. მე მარტო არა. შემოდი ოღონდ არ აღავდა. ეს ყველაფერი დროებითია და ჩემთვის სერიოზული არა. შემოდი. შედი. თუ ძმასთან ერთად სწავლობდით, ბიჭო, არ გწვენია ეს 50 სურათიც მიიღე, მეთქი უთხარი, მაგრამ არ ქნა, ბიჭო. ქალბატონო, მოგზანდით. პორმარებზე დაგვეწიეთ, ბატონო, ვახტანგ აქეთ მოიყვანე. მოგზანდით, აგერ დავზანდით ქალბატონო, აგერ რა ჩვენთან. შენ ლახვა მე
მეგობრებო, მე მინდა ვათღეგრძელო ჩვენი ოჯახების მფარველი ანგელოზები, ეს ზღაპრულად გაფურჩქბილი ყვავილები. ნება მიბოძეთ მოგილოცოთ, ქალბატონო ეკა. დღეს სამხატვრო საბჭომ ერთხმად მიიღო ჩვენი ყვავილების ყველა ასლი. რასაც აქ ხედავთ, რაც აქ არის მეგობრებო გამოფენილი, ორი ამდენი წაღებულია უკვე. ხვალზე ყველა ჩვენგანი და უპირველეს ყოვლისა ვახტანგი, როგორც ყვავილების სტახანოველი, წელგამართული შეხვდება ცხოვრების ყოველნაირ ვარიანტს. იცოცხლეთ? გაუმარჯოს ჩვენს საყვარელ მიხაკებს და შიგადაშიგ გლიცინიებსაც. მე ეს ყვავილები გენაცვალე. ცოლსვილს მირჩევნია. ცოლსვილი მხოლოდ ხარჯია. ყვავილები კი შემოსავალი. ეგი პირიქით. ყვავილები აქ ბატონო ამოსული. გაზაფხულის მოსვლას სიკვდილით თოდადები ხოლმე. და ქალბატონო ეკა. ოიცა. ბატონებო და ქალბატონო ეკა. ჩვენ ვართ მხატვრები, რომლებსაც დროზე გვეყო ჭკუაც და სინთეზიც, რომ სოფლიო შედევრების შემხედვარებს აღარაფერი გვეთხიბნა. ასე არა ბიჭო? მორჩით ახლა ხლაბუს. ჩვენ კეთილშობილი და უწყინარი ყვავილების ხარჯზე უპრეტენზიოდ ვარჩენთ ჩვენ ცოლშვილს. ბიჭები ხუმრობენ, აკა არ იცი ამათი ალბათ. რა ეწყი? ეხლა ვემოვალ. რატომ აჩქარდი? მაგვიანდება. ისე გაგვიანდება, რომ დამშვიდობებას დაგავიწყდა? მე ეხლა როგორც მასპინძელმა შეურაცხყოფილად არ უნდა ვიქრდნო თავი. ბოდიში მომხადესხებდა. ამოდი და გითხარე მაინც. რას გვერდში ბატონო? შენ მინ რას გერჩი სამსა? აჰა, გასაგებია. მე არ ვდებ თავს კარგ მხატვრობაზე. მე კარგი კაცობის პრეტენზია მაქვს. ამისათვის ფულიც მჭირდება ხანდახან. ამიტომ ყვავილებს კი არა, თუ გინდა სულ სარეველა ბალახებს ვხატავ და ვხატავ. ამას მე ჩემ თავზე ვამბობ. ვახტანგს ეს არ ეხება. მერე? რა მერე? ვის ამტყუნებ ამაში? ვის ამტყუნებ? მაინც ვაპირებდი შენთან ლაპარაკს და მოდი და გეტყვი ყველაფერს. გისმენ სამსო? ვახტანგი ყოველთვის ასეთი იყო? როგორი? აი, ასეთი, ხასიათით. ვეღარ ავცნობ. სულ გაღიზიანებული. არ ვიცი რატო. მე ვიცი. რატო? ვახტანგი ამას სიძულებით აკეთებს ყველაფერს. რამაც შენ არ წაგაღელვა დღეს. მერე ვინ აიძულებს სამსონ? შენ? მე? ხო, შენ. შენ აიძულებ ისე რომ ვერც გზნობ. ჩვენი შრომა სხვათა შორის სულ არ არის სათაკილო. დიდად საჭიროა. რა თქმა უნდა, სამსო. მაგრამ ვახტანგი არ უნდა ცდებოდეს ამაზე, გესმის, არ უნდა ცდებოდეს. მე. ო, შენს გამო, შენი სიყვარულით აკეთებს ამას, შენ ესწოდები. ესე იგი თავს აწოდებ ალბათ. არა, ძალიც კი არა. ძალაუნებური. მე ხომ ხედავ? ნებას ვერ აძლევს თავის თავს, ასე ვთქვათ, შენი შრომის ხარჯზე აკეთოს თავისი დედის საქმე. დალევს მერე ორჯიქას და ჩვენ დაგწოფავს ხოლმე. მიცოდე სამსო. რა გიხარია? სამსო. გამოდის
ამ კაცს მართლა აგრძნობინეთ სახში რაღაც. უბიზგეთ აქეთ და თან ემდურით? აუცილებლად გაკოცებდე, ჩემო სამსონ წვერი რომ არ ქონდეს, ასე გავურძგნული. არც ერთი სიტყვა. შენ ალბათ ჩემთან შერიგებას არ აპირებ, მაგრამ მე ვიცი ერთი უებარი წამად. არაერთი წამალი მე აღარ მჭირდება. იცი რა მეტნიერი ვარ დღეს. რითი? რაც ნახე და გავიგე იქ სახელოსნოში. სასიხარულო რა ნახე და რა გაიგე? შენ შეცვლის ნამდვილი მიზეზი გავიგე. იცი როგორ შემიშინა. ასე მოგონა რომ ყველაფერი გათავდა. ჩვენ ერთად აღარასოდეს აღარ ვიქნებ. თუ შემართლა ფიქრობდი რომ ყველაფერი ამას, რომ ყველაფერი ეს ჩემი და ზურიკოს გულისთვის იყო საჭირო. აბაისთვის. არაფერი. შენ ახლა შენ ნამდვილ საქმეს დაუბრუნდები და ჩემს მიმართაც ისეთი გახდები როგორც იყავით. ალბათ დავანებებ თავს, მაგრამ ჯერ არ გამომშვიდ. ვინ დაგახევს კალთას? ზურიკოს რადიოგრამა მოვიდა. სადა? ჩემი კოსტუმის ერთ-ერთ ჯიბეში. მონეთი. რა ხუმრობა? ჩვენი ზღვის მგელი უკვე გიბრალტარზეა. Adek gene sonuna git. Samni, sen de წარმოგიდგენიათ. მამა დაღლა. ერთ მოერიეთ. ყველაც. აბა თუ ვაშკაცები ხართ, მაგაც მოერიეთ. ვინ გეკითხებოდა? Tornești a mine. Bine. Çkara, თქვენი ჭირიმე ჩქარა კაცს ურტყავენ. ვინ ვის ურტყავს? ვიღაცები ურტყავენ ჩემ ქმარს. უბრალოდ ჩემი ქმარი ურტყავს იმათ. ისინი სამნი ერთცემდნენ. წარმოგიდგენიათ? მაშინ ვიღაცას ყოველთვის ურტყავს. და ჩვენ თუ ასე ვირბილეთ, ამ დალოცვილ პურუკას ქვე ვიღა გამოასხობს. ადი ბიჭო, გეიგერ ამბავია. კიდევ ვინმე სხვა არ მივაშველოთ. თუნეში წყალი იქნება, წავიდე. თუ ასე მალე მორჩი ჩხუბშა გათო, ჰა? თქვენ უნდა გენახათ ისინი რა ნაცემები წავიდნენ. თუმცა თქვენ არ იკადრეთ პურის თხოვების შეწყვეტა. თქვენ მოხუს თხოვდით, მომეხმარდოდა, ჩემი აზრი არ გეკითხავთ. რომ ეკითხა? უსიკვდილოდ გიპასუხებდი, რა ვარ მოგეხმარები. დიდი მადლობა. დამოდე. ოთ. შენ დამოდე. თქვენი დიდი მადლობელი ვარ ბიძია. დამოჩა, დამო. ოთ. აგერდაბძან. მობძანი შენ ჭირიმე, მაგიდასთან. ნუ შეწუხდებით, ხონდ პირს დავიბათ თუ შეიძლება. ხალი აქეთა. მიხედე ბიჭო. ой, თქვენი რა მადლობელი ვარ ბიძია, თქვენ რომ არ დაგესწრინათ. უფრო ადრე დავსვენდი შვილო, მაგრამ ხელი არ შეუშალა იმ ვაშკას. ვაშ? შვენივრად უბაყუნებდა იმ არაკაცებს.
როცა ის ღვთისმიერი კაცია დარაჯად, იმ ღამეს პურის სხვანაირი ცხება. 15 წელია ღამის დარაჯად მუშაობს. კი, მაგრამ 15 წელი არ გიძინიათ? თქვენ პაპურა უხრამჭედელი თუ გაგიგია? ეხ, სადათვით? არ ვიცი. არის კიდეც და აღარც არის. აი ეს გახლავთ პაპურა უხრამჭედელი. ხო? მე თქვენი ნაკეთები ხანჯალი მუზეუმში მინახავს ბატონო პაპუნა. კი, მაგრამ როგორ? ღამის დარაჯობაზე ცდებით მერე ბატონო პაპუნა? არასალეს მუშაობა გაუკოჭეს ოქროს ხელები. როგორ გაუგოჯეს? ფინ ინსპექტორები შეუშნენ და მიადოვებინეს. პენსია? პენსია სირბილი უნდა, მე კი ჯდომა მირჩევნია. სკამი მაინც დაიდგით, ბიძია პაპუნა მთელი ღამე ქვაზე როზე ხართ. წესი თქვა უკვე გულზე უნდა მედო შვილო, და თუ ქვა ზემოდან მოვექცევი, მაგას რა ჯობი. ბატონო პაპუნა, მოწაფებით უყავს. არ შეგირდები საფანისნება. ტყუილია. ხო და მიწაში მიაქვს ეს მამა პაპისაგან ასწავლი ხელობა. მატანთ და წავიღებ, აბა რა ვქნა. ახლა ყველა ხანჯლის დარტყმაზეა მარჯვეთ, თორე ხანჯლის კეთება ვის აინტერესებს. ბიძია პაპუნა, თქვენი მისამართი მომეცით. შუღელი თბილისის ციკლივას და უკვე ისტორიული ხდება თანდათან. დოდაში არ არის. რამდენი ჟამია შენ კიდევ ისეთი რაც უკვე აღარ არსებობს და დაანგრია. შენ კიდევ ისე ვარ შეჩეული, ასე მგონია შენი სურათების მიხედვით აქ ყველაფერი აშენებული. მართლაც აფსუსია ეს უბანი ფუტკრისკებით რომაა დასახლებული. აქ სულ მხატვრების სახელოსნოები უნდა იყოს. ამ შუღელობის შემხედარი იმუშავეთ კაცებს. თითქოს მუშაობა არ უნდა თვითონ მიწელზე არ დაილევა. რა ვიზეზე თვითონ არ ნახე იმ ნაცრისფერ მასივში სამსონის სახელოს უნდა რახედით. წარმოგიდგენია. აქ რომ გარედან ყველაფერი უცვლელი დარჩეს და შეგნით კი გაკეთდეს ნამდვილი გეთემაზობა. რატომ არ შევიძლია თბილისიც კონდეს თავისი მონმარტრი? თუ არავის მოსვლი ეს აზრი. როგორ არა? ვინც როდის იქნება? და მანამდე მხატვრები არ აპირებთ ნამდვილ მუშაობას. გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, რადგან ბედად აქ გაჩენა გვერდისა, შენი მკვიდრი ყველა კარგი ფეხისვა, არ მოგაკლებთ სალაგობო გალობას, და გილოცავთ უჩქნებ ყმაწვილ ქალობას, როცა წავალთ ვინ გვიან და ვინ ადრე, საფლავადაც მაგ შენს მიწას ვინ ადრე. ერთ გადნიერ სიტყვას შემოგბედავო, უცხო თვალით მინდა შენი დანახვა, რომ გავიგო მართლა მისთანახა, თუ სიბრმავით მხოლოდ მე მოჩვენება, შენი ზეცის სილურჯე დამშვენება, ყველასათვის ლეგენდაო და რაკო, გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო.
გისმენთ? მე ვარ. არა, ხვალ. უფრო გვია. ცოტა უფრო გვია. აუცილებლად. საინტერესოა, მაგრამ ცოტა საზღვაოსნო ტერმინოლოგიითაა გადატვირთული. მართლა, ზურიკოსკენ გიბრალტარიდან არ გადამიადგილებია. ხოლიდან ერთი პატარა გემი ჩემს სახელზეც გამოჯერეთ და თბილისიდან ქუთაისში გადაადგილე. მივლინებაში მივდივარ, ერთი კვირით. რატო? სამსახურის დავალებით. რატომ დათანხმდი? განცხადებაზე რა გიპასუხეს? დავწერე, მაგრამ ჯერ ვინ გამიშევს. ჩაბარე? არა, ჯერ აქ აქვს. აბა მაჩვენე რა დაწერე. სადღაც მიიკარგა ალბათ. ეხლა დავწერე მეორეს. დავბრუნდები და ჩავაბარებ. ხო, ვახტანგ, აუცილებლად უნდა წახვიდე. ბრავო? თუ კი გაგზავნიან, მოვალე ხარ. საერთოდ. ჩვენი სახლი. დია პლატონ, ხვები უკვე დაუწვა. ოჯახ. ოქროს მეზობლებს სიცოცხლე. დაუმატე. დაუმატეს. დავიშვილი სახში. შესანიშნავია. დამცინი თუ? როგორ გეკადრე? დაბა რატომ ამბობ? ჯერ ხომ ჩემი ბინა არ გინახავთ? არ მინახავს, მაგრამ უკვე მზათა ვარ გადავცვალ. არ დაგიმალა ბატონო პლატონ, ჩემთვის ძნელია ამ პირობებში გადმოსვლა, მაგრამ რას იცამ, ხანდახან მსხვერპლია საჭირო. შენ ბინის გადამცვლელი არა. დიახ, ჯერ დავათვალიეროთ, შემდეგ ვილაპარაკ. მობრძანეთ. ჯერ რამოდენიმე შეკითხვა. აბაზანა თუ გაქვს? თავიდან ხომ გითხარით, რომ არა მაქვს მეთქი. ხო, ეს პატარა ნაკლია? თუმცა რა, მთელი ეს უბანი სულ აბანო და აბაზანა არ არის. არა, აბაზანა არა გაქვთ, ცხელი წყალი არა გაქვთ, ეზოში რა პირობებიცაა თქვენ თვითონ ხედავთ. რა პირობები? ბევრი არიან თორე, ყველა საჭირო კაცი. აი მაგალითად, ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მე თევზეები შენი მეზობლებია. აბანოში ორიგო წასვლა გინდა და მე კიდეც შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა იქნება და მუშები საძებნელი არ გვეყოლება. ჩემს მეტი ჩარაც ოშვის რა უთხარი თორე. ამ უბნიდან კაცი საბურთალოზე გადავა. მართლა. მობრძანეთ. მიბრძან. აბა, მიბრძან თაროშ. გენეცვალე დედა. გააღიდე და პირი გააღიდე. ალო. მოგხედავ. ბავშვს ვაჭმევდი ვერ დაგინახეთ. აი ეს გახავთ ჩემი ბინა. ეხლა მე ამ წუთში გამოვალ. ალო, გისმენთ? ანჟელიკა? ეხლა დავუძახ. მე თევზის გოგო ვარ. ცოტა არეულობა გვაქვს, რემონტს ვაპირებთ. მობრძანე. აი ამ კედლის გახდა თუ შეიძლება. ამისი? როგორ არა, ერთი წუთი უნდა. არ არის ახლა საჭირო. მებრძანეთ. აი აკეთს პალნა გახლავს. მეხმობდე. ძალიან მეუხერხულება, გთხოვთ. ცოტა ანგრეულები ვართ, არ შეგეშინდეთ. გთხოვთ. გამაგე. მაგის ხამაგის.
არ გამაგიშო. კარგი რა. ბავშვებო, გადით ყველანი გარეთ. ჭერიდან განათება რომ იყოს. ეს ოთახი სახელოსნოდ გამოდგება. მით უმეტეს ეს კედელი იხსნა. ხელოსნის სული ბრძანდებით? ნეტავ ამ ოთახში ჭერის ახდა თუ შეიძლება. ალბათ შეიძლება. სულახტილი არ არის? გუშინ წინ უშანგის დაბადების დღე რომ იყო. დოლგარმონმა მართლაც რომ ახადა ჭერი. რა თქმა უნდა შესაძლებელია. იცით მე თანახმოვარ. ოღონდ რაც შეიძლება მალე უნდა გავაფორმო. მაგაზე როგორ შეგაწუხებთ? ბავშვები გავიდნენ გარეთ. ახლავე. აღარ დარეკო რა. აბა ბავშვებო. ეზოში არის და. მამიკო ხომ გითხრათ, გადით გარეთ, რამდენჯერ უნდა თქვენინოთ. ნუ გამაგიშებთ. აი, ვაშკაცი ქალი ჩანხართ და ვაშკაცურად მითხარით, რამდენი უნდა დაგიმატო. ოღონდ იმდენი მითხარი, რომ შევწვდე. თქვენ თვითონ იცით, რაცაა საჭირო, ამიტომ თქვენ თვითონ ბრძანათ. არა. ჯერ თვითონ თქვას. ბატონო პლატონ, თქვენ კარგად იცით ორივე ბინა რასაც წარმოადგენს, ჩემით და თქვენით. თქვენ არაფერი არ შეგეშლებათ, მაგრამ არ დაგიმალავთ. არც მე ვარ გაუცით ცნობიერებელი. ვინ არა ხარ? მოდი პირდაპირ მითხარი, რამდენია საჭირო. ანგარიში ძმებშიაც მოდის. რამდენი რამეა საჭირო, ამას ვინ მოსთვლის, მაგრამ აბაზანა ხომ აუცილებელია. მე თქვენ ბინას აბაზანა რომ მქონდეს, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი. მე რა მერე? მერე ის რომ ასეთ ანგელოზივით ქალს ვინ მოგატყუებიეთ? მე თვითონ არ მოგცემ ამის უფლებას. ამან აბაზანიანი ვინა მოგცეს? შენ კი უაბაზანო მიაჩეჩო? ახლავე გაცვალეთ ბინები და ხელწერილი დაუწერე, რომ ერთ კვირაში აბაზანა მზად ექნება. რას ბრძანებთ? რისი ხელწერილი? გააკეთებს. პლატონ ისეთი ვიჭია, რომ ყველაფერს გააკეთებს. სხვა რომ დუქანში მანაც იხდის, ამან ორი უნდა გადაიხადოს. აბა შენ ახლა გადი აქედან. აი მე ხომ არაფერი მithქვას. მოდი ერთხელ კიდევ შენი პირით მითხარი, რა არის საჭირო? რა აღარ ხართ თანახმა? არა. თანახმა ვართ. ჩუბა. ბა? ბინა შენია. ამიტომ ფასად შენადე. გინდა ოთუს ბირს დააფასებ, გინდა მუქთად გადაანდე. მოკლედ შენ თხოვულობ აბაზანის მიშენებას და მეც არაფერს? არა, მე კი არ თხოვულობ. ეხლა არ გამაგიჟო. აბაზანა თუ ექნება თანახმა ხარ? რა თქმა უნდა. უკანასკნელად გაფრთხილებ, კარგად დაფიქრდი. რა არის საფიქრალი? დიდი მადლობა. ვაიმე, რას აბრძანებთ? პირიქით, მადლობა მე უნდა გითხრათ. მოეცა, ამანაც გითხრას და შენც უთხარი. მანქანაზე ნუ შესრულდებით. აი მანქანა აქ ამყავს. მუშებზედაც არ დაგაგონებთ, მე ვიქირავებ მუშებს. მადლობა, ბატონო პლატონ, დიდი მადლობა. ვაიმე, რას აბრძანებთ? ერთი პატარა სათხოვარი მაქვს კიდევ თქვენთან. ბრძანეთ. პაპუნა ოქრომჭედლის ბინას ხომ არ მაჩვენებთ? შეამოვნებით, აი აქვე ცხოვრობ ჩემს გვერდით. წამობრძანდეთ. გაკატავ. ეხლა რა ამცალია შვილები, სხვა დროს გაკატავ. ეხლა არ ამცალია. მაშინ ფოკუსები გვაჩვენე. ფოკუსები შეიძლება. გამარჯობათ, ბიძია პაპუნა, მიცანეთ? როგორ არა, შვილო, მოგზავნით. Ai, văd, la. Stai tăcla, tăcla, o stoachă.
ასე სააღდგომო ბატკანით, როგორ მოგყვები ეს ბერიკაც. ღმერთო ჩემო, ძია პაპუნა, ასეთი ნამუშევარი ბალიშქვეშ უნდა იდოს თუ მუზეუმში. წინათ შვილო, ყარაჩოღელებს წელზე ერთ ყატყუმე თავისი დასამარხი ვერცხლის კამარი. მეც ჩემ დასამარხად შვილო, აი ეს ხანჯალი მაქვს შემონახული. ისე მართალი რომ გითხრა, სიცოცხლეშიც ბევრჯერ გამომადგახო. ნუ თუ ჩხუბში, ძია პაპუნა. არა. როცა გავცეცხლები ხოლმე, ამას დავხედავ და დავშიძდები. დიდი ხნის წინათ პაპუნაძე ერთ ფილმეს გამოუძახია და უთქვია, შენზე ცნობებია მოსული, ოქროსთანა გაქვს საქმეო. ერთი შენ რა პასუხი უთხარი? ოქრომ ჭედელი ვარ და ოქროსთან მექნება საქმე. აბა შენთან რამე საქმეა მეთქი უთხარი. მაგარი არა. მოგძანდით? რა ნამუშევარი? პაპუნა ოქრომჭედლის ნამუშევარი. პაპუნა ოქრომჭედელი ცოცხალია და ახლა გიახლება. ეგა გაჟელუ იმისი წარია ეს რასტუბრები ფოლია. ისი ხარ შენ? ლატონას დიასახლისი სად ბრძანდება? მალე მოვა. დიასახლისი მალე მოვა. რომ მოვიდეს, უთხარით ხალათი და ჩუსტების შემავიტანოს. ვიღაცა კაცი მოვიდა, დედა იკითხა, მე უთხარი ახლა მოვა. ბანა შევიდა და ბანა. შავი წყარის პალტო აცვია. ბანა და მღერის. რომ მოვიდეს ხალათი და პირსახვეც შემოვიტანოს. ჩუსტებიცო. შედი ოთახში. შედი ოთახში. ახლა გოგო ხაშინი მეც დავდავე ბავშვები ჭუარა გააქვს სადახტი ხარ სად ახლა თქვენ ბავშვები ხართ მხეცები ხართ მხეცები და რა თქმა თქვენ ხასიათი გამარჯობა. არ გავგიჟდე კაცო. ერთი კვირა არ არის, რაც ბინა მიმიღია. ჩემ აბაზანაში მე თვითონ არ მიბანავია. მოსულა ვიღაცა ახვარი და კი მაგრამ არ მესმის რატომ მილიციას არ ეძახით? აი ჩემი მილიცია და ჩემი პროკურატურა. ისახოთი, ხალათ. კაშკას ხალათი რა თუნდა? გამოდის რომ ცოლის ხალათს ამხობს. ესე იგი ცოლს მაგინებს? მოკრავ მაგისი. გამოდი გარე. აი მე გამოდი. იგი მე დასწრა. გამისი დაგანანე. ყოფილა. დაიღუპე? სადაა? ეკა. მეიდანში.
ცეულას პროსპექტი. არა, მეტეხის ხიდისკენ. დაღლილი ვარ დასვენებანი. მოისმენეთ, ისე როგორც არასოდეს. საიქიოში? ჯერ ძველი თბილისის ქუჩებით გავიაროთ რა. ექსკურსია. შეთანხმდით? მეტეხის ხიდისკენ. ქალბატონმა გაიმარჯვა. ორასტორი იყავი ვახტანგ, როდესაც ამბობდი მხატვრები აქ უნდა ცხოვრობდნენ. ამის შემხედვარე იმუშავე ბაბა რასიზამო. გახსოვს? არა. რა არა? არ მახსოვს თუ ამბობდი, თორემ ფიქრით ალბათ ასე ვფიქრობდი. წარმოგიდგენია ვახტანგ, აქ რო ცხოვრობდეთ სადმე. ვინ გაღირსებს მაგ ბედნიერებას? ვინმე რო გაგიცვალოს ფინა? რომელი სულელი წავაკიდან საბურთალოში? მართლაც. მაგრამ ხომ შეიძლება მეტი ჩარაცოუშვილი ყავდეს? აი ცოულშვილზე არ მიფიქრია. მეზობლები? ცოცხალი თევზი გინდა? მე თევზი შენი მეზობელია. ბარგი გაგადასაზიდი, მუშასათებარი არ აკყავს. აბანოში გინდა ურიგოთ, მექისე შენი მეზობელია. უნე პირდაპირ ვინმე შეუვარდე ბინაში და აქ დავსახლდე სამუდამოდ. აი ახლა აქ მარცხნივ და გააჩერე. სად მომიყვანე? მოთფინებით და შენით. გამარჯობა. პაპუნა ოქრონჯეთილი რო აქ ცხოვრობს, იცი? პაპუნასთან მოვედით სტუმრად. აკადემიაში რომ მიიწვიეს და შეგირდებიც მიაბარეს? შესანიშნავია. სხვა რომ არაფერი 11 ენა მაინც უნდა ისწავლო, რომ ყველა მეზობელს თითო სიტყვა უთხრა. დილაობი, სოფელივით სულმამლების ყივილი ისმის. შეხედე, ვახტანგ რა ხედია? ზღაპარია, ნამდვილი ზღაპარი. კონტეს მაინც მითხარი ვისთან ვარ ცდომად. შენთან. ეს ყველაფერი თქვენია ძირფას. და მეც თქვენი სამუდამო სტუმარი ვარ. აბაზანად გავაკეთებინე. მოგიტყუებია საწყალი პლატო. შენ ხომ გჯერა რომ მე არაფერს არ მოვთხოვდი. თვითონ შემომთავაზა აბაზანის გაკეთებას და ბარგის გადმოზიდვას. მაგრამ შენ რა იცი პლატონა? თვითონ არ ახსენე წავა. ხო, აღარც კი მახსოვს. ახლა ცილაპარაკონ რა არა პრაქტიკული ცოლი შეხვდა ვახტანგს. სხვათა შორის ეს კედელი იხსნება და უზარმაზარი სახელოსნო გექნება. შენ ხარ პირველი მხატვარი, რომელიც დასახლდა თბილისის მომავალ მონმარტრზე. ხომ ამას ნატრობდი? ახლა რაღაც მოიმიზეზებ, ჩემო კარგო, უნდა დაждდე და ძველებურად იმუშაო. ასეც იქნება, როცა გავთავისუფლდეთ. საიდან? სამსახურიდან. გესმით? ანჟელიკა აქ აღარ ცხოვრობს. როგორ არ ცხოვრობს? ანჟელიკა გასულია, საღამოს დარეკეთ. გახსოვს, რამდენს წუწუნებდი, არ გამიშვებენ სამსახურიდან, არ გამიშვებენ. მე? შეგიძლია მაგოთ, შენ აღარ ახარ იმათი თანამშრომელი. რა? არ გჯერა, ხო? სულთან ხუთავივი დავაძეკი თავზე შენს დირექტორს. ვახტანს განცხადება არ დაუწერიო. როგორ გეკატრებათ, მე დამიტოვა თქვენ გადმოსაცემად მეთქი. წამოვედი, ვიპოვე შენი დატოვებული განცხადება და მიუტანე. იცი რა მითხრა იმ ტუტუცმა? გამოსულელებულა თქვენი ქმარი. შენ ადგილას კუკური დანიშნეს. მეტის ღირსიც არ არის, ასეც მოუხდება. ასე რომ შენ თავისუფალი ხარ. გესმის ძირფასო რა ბედნიერება, თავისუფალი.
შენ ხუმრო ფეკა. ზურიკოს გეფიცები. რომელ ზურიკოს? შენი მეტი ჩრობისათვის რომ ყველაფერი უნდა მოაკლდეს ცხოვრებაში, იმ ზურიკოს მეფიცები რა? რა უყოთ ვახტანგ, ცოტა გავი. მამარობისევ ცოლის კმაყოფაზე ეყოლება იმ ზურიკოს მეფიცები არა? ქურდს გავყიდე ინსტრუმენტს. როდემდე შეიძლება იწმინოს კაცმა შენი სისულელეები? აღარა ვარ მხატვარი, შეიგნეთ, ყველამ შეიგნეთ. მაშინ დაბრძანდი აი ამ აივანზე. შენ მეგობრებთან ერთად სვით 8 ნომერი ღვინო, უმტკიცეთ ერთმანეთს დიდი ქართველობა, გძელ-ძელ სადღეგრძელოებში და შემდეგ თითქნეს შენი სულელური ყვავილების ასლები. ყვავილები თუ არ გაწყობს. შენი სალატრელი მამლების ყივილს რომ გაიგონებ ამ ბოსელში. იმისი ჩახოხბილი გაუკეთე, ბიჭს, სადილად. Hatuni, hatuni. Hatuni, hatuni. შენ ალბათ ჩემგან ბოდიშს ელოდებოდი. თუ აუცილებელია ჩათვალე რომ ბოდიში უკვე მოგეხატა. შენ გონია სამსახურს მევდირი? მე თქვენთვის მინდოდა, თორემ ჩემთვის იქიდან წამოსვლა ბედნიერებაა. ამდენი ხანია სერიოზული აღარაფერი მეკეთები. აღარც კი მჯერა, თუ რამე კიდევ შემიძლია. შენ სხვა ძვერი რამ არ გესმის. რამდენჯერ გითხოვს, აღარ გიყვარვა. შენ მინდა მთელი ცხოვრება ჯვარისწერის პირველ დღეს გავდეს. ასე არა ადვირფასო. თუ დამიჯერებ, მენდოდა შენი ნაოჭები უფრო მიყვარს. ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ. მაგრამ ცხოვრება ისე გძლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მეჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი. შენთან ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ძნელიცაა. შენ ხომ ყველა ადამიანს შესვამ ხოლმე, სადღაც ზევით, რაღაც უსაშუალო სიმაღლეზე და არც კი თულობ არის თუ არა იქ მისი ადგილი. არა და? არც აძლევ იქიდან ჩამოსვლის ნებას? შევედი ჩემთან. პასუხის ღირსიც აღარა ვარ. მე შენ გითხარ ის, რაც არასოდეს არ მეთქვა შენთვის. შემოდი. შემოდი მეთქი. ასე რა. სულელი ვარ რომ გელოლიავები. სულელი ვარ რომ მობრუნდი. მე ფეხი არ იქნება სახლში კაცო. მე ფეხი არ იქნება. არ დაიჯერო. არც ერთი სიტყვა არ დაიჯერო, რაც წაღან გითხარი არ. გამარჯობა. შენი ცოლი გამოგზანა? პიანინო უნდა წარღოთ. დელდენ Bravo. Hazır. Remeni hazır kır. Derdin. Hadi bana nasıl bırakın? Derdin. Havra. Daba verir ha. Dur hadi daba verir ha. Dur kır. Beni var. Tafur Ali. Hamif ke tafur. Ali bir kere de beni. Ali hafu dıkım. ვახტანგ გარჩევია ნამდვილად დაუგრან. თუ არცაც ხვდებია. მართლა დაუგარით რა. ახლა წავედი ჩემ ბარტყებთან აკადემიაში. ხვალ ისევ შენთან მიქნები. კარგი.
მართით რა, მოდი თქოს, სადით მოსული. მე ნახედოთ რომ კაცი მუშაობს. ვა. Привет. Когда это маш? Кашубиш. Амаси там ачем? Нагрели святая. Ama elimden grevat çiz. Yauna hiç. Beka! რა მოხდა, ჩამოიგრა? არა, ნუ გეშინია, მე თვითონ მანგრე. გამოდი, არ დაგეცეს. ნუ გეშინია. გამოდი. კედელი მომანგრიე მხოლოდ. ორი ოთახი რო გაერთიანდება, ინახავ რა სახელოსნო გექნება. და შემდეგ ისე სულ უბრალოდ თეთრად შევღებავ კედლებს. მეც არაფერს არ გავაკეთებ. შენ ამისთვის ვერ მოიცლი. კი, მოკლედ. აბა მოგიდა. მოდი ესე დადგე. აი ასე. რა მაგარია. მე მქონია. აბა მოусმინეთ. ეს არის მატეფონია.
შაბაშ პაპუნა უფრო მჭედელი აღარ არის მოვჭეთ არა? დაღამდა. ახლა კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? როგორია წესი? წესით თავი უნდა წაუხციოთ ჭიქას. სად? თუ თადარიგი სახში არაა დაჭერილი. ჩემი მეუღლე სამწუხაროდ ავადაა, თორე როგორც თქვენ ბრძანეთ, ყველაფრის თადარიგი იქნებოდა დაჭერილი. მაშინ დუქნების მეტი რა არის? ამაში და ჭიქით. პაპუნას მისი მეგობრები უთხრგდელოთ. ვის აღარ არის, იქ შევხედოთ და იქაც ვისლა მოსვლა არ დაკლებოდოთ. იქაც თუ ისე ვისვლა მოსვლა, კაც ვეღარ დაუსვენია და ეგა. ყველაფერს ნუ გაამასხრებ. არა თქვენ არის? არა მე აღარი აღიარებ. და არ შემიძლია. ნუ ხომ უნდა შეხვიდეთ ჩემ კულტურაში, მე ეს არ შემიძლია. არავითარ შემთხვევაში. მართლა მეორეთ მოსვლა ხომ არა? ყველაფერი გადახდილია. მათქმევინეთ. წინათ ხომ ყარაჩოხელები თავის დასამარხ კამარს თანატარებდნენ. ასე პაპუნამაც ერთი ზარნიშის ხანჯალი შემოინახა. ის ხანჯალი მუზეუმმა იყიდა, ასე რომ დღეს თვითონ პაპუნაა ჩვენი მასპინძელი. ვიჭი. პაპუნამ თავის უკანასკნელ გზაზედაც ყველასაგან დაუმადლებლად თავის ხარჯით იარა. ეკა? ვახტანგ, რა მოხდა? არაფერი. აბა სიცხელი რატომ ადექი? მეზობლის ბიჭმა მითხრა აქ არისო. ისე რომ იცოდი რა კარგ დროს მოხვედი. უკეთეს დროს ვერ შეარჩევდაგაც. ბოდიში. რადიოგრამა მოვიდა ხოლმე ზურიკუსკები ჩამოდის. რას ამბო? დღეს მე უნდა წავიდეთ ბათუმში. ვერ შეხვდები, შენ უნდა დაწვე. მოდი ერთი წუთი. ვერ დავლევ. უხერხულია. ეკა. ეს კაცი მართლა მკაცს ქმარია. ქმარია დედას პიცა. ხსომაი. Всего доброго. Пока. До свидания. Петя. Мама моя. Здравствуйте, Петя. Здравствуйте. Понимаете, братья, вижу. Ой, спасибо. Вижу, идете швартоваться. А ветер-то юго-западный. Но как только подали швартовые, душа улеглась. Ну ладно, всего доброго. Пока. Пока. Приезжайте к нам, Петя. Обязательно. Спасибо.
ეს არის ქართული კაცის ბედიცა და უბედურებაც. რაზეც ბრძანებთ? უზომონი ვარ ჩემბატონო ყველაფერში, ჭირშიც, ლხინშიც, შრომაშიც, ნიჭიერებაშიც და უსაქმურობაშიც. პოეტის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ნიჭიერება საკუთრება კი ნუგონიათ. ნიჭიერება მხოლოდ ცეცხლად მოგვცა განგებამ. აი, ხედავთ? რა შესძლებია ამ ვაჟბატონსგან შეიძლება ორი აზრი არსებობდეს ამ მშვენიერებაზე. რა შესანიშნავი თვალთა ხედვა, ფერების შეხამება, ჩვენი ქალაქის თავისებური ხედვა, დიდებული რამ არის. ნიჭიერებას ბოლომდე უნდა დახარჯვა ამ მშვენიერ ქვეყანაზე, ხმაძილო. მე რომ გითხოთ, დამისხებით სიგაბო. მე რომ გითხოთ, სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალურ მუხტს ჩავაწერებდი. ყოველი ადამიანის, ყოველი ნიჭიერი ადამიანის უქმად დაკარგული ყოველი დღისათვის უმკაცრესი სასჯელის გათვალისწინებით. რა ხნის დახვრეტილი იქნებოდი ახლა ჩემო ბენზინა? ამ ოჯახში სუფრაც კი ხელოვნების ნიმუშია. ნამეტანია გენაცვა. გავარჯობოთ ქალბატონო. ჩემო ვახტანგ, ეს ხანწები სადავაწყო. მაგერაზე, ოღონდ? ეს ჩიტის საკენკი არ გამისრისო. ევების მომარილია ბიჭო. ამით ვკეიფობთ. ზურიკო. დააწესე მაშინ. ბუტერბროდი უნდა სამსონს? ერთ დაждომაზე ბატკანს ათავებს. დედა სულ სხვანაირად წარმოედგინა ყველაფერი მამიკო. მე მაგ წარმოდგენებმა შემიწირა მე. დავინჯერე. ნუ გეშინია ვახტანგ, ნუ ღელა, ყველაფერი რიგზე იქნება. მე ახლა ვეწავალ ყველაფერს მოვიდა. ყველა ახტაცებული შეიძლება. მოიცა, მე წავალ. რა შესაძლოა? არ ვიცი, აგური. ზურა. ჩანთები ეღე და ღვინოზე გაიქეცი, ოღონდ სწრაფად. ანჟელიკა, ხანჯარაზე გვაწვია. აუტანე, ფერსი დაწყე, აუტანე. კარგი მამა. აბა შენიც. აცაშვილი, რას თამაშობთ? ზურიკო, დიახ, მოდი აქ. ბიჭო, აცი გაქვთ ღვინოს საძებარი? აგერ ერთი ბოცა მაქვს, დალების მეტი არაფერი არ უნდა. არა, ბატონო, მიხდები. მამაშას უთხარი. ნაშაქრარი და ნამამაძაღლარი არ გაგონოსკო. ჩემი ვენახის სრემლები ათქო სუფთა. აბა, გადაგდაგებულია მაინც. წაგებულია თუ მოგებული მე ვიცი. ჭირიმე შენი. მადლობთ. მე უთხარი არ მინდა ბატონო შენი არაფერი არ მინდა და ჩემი ჰონორარი მომეთიხო. აი, გამოდუნე. ქვეყანაზე ერთი ხალხი არა ერთი ხალხი შენი ლაფოვა მერაბერება წყაროს თაბგებდე ვოიცი სწორედ ეხლა დრო. აჰა. დიახ. მე მინდა ვადრეგძელო ქართველი ქალი. ცოცხლებ ბატონო ბიძინა გენაცვალე. ის ქალი. როგორც ყველა დიადი გზნობის წყარო. ალბათონეგა. მადლობთ, ბატონო ბიძინა, მადლობთ. წყარო სიყვარული.
წყარო კეთილშობილების და ერის დიდების წყარო. მამაკაცის ვაჟკაცობის წყარო? დიახ, წყარო მამაკაცის ვაჟკაცობის რომ ახლა ვინმე მკითხოთ რა მუშალა ვახთან ცოლბათ ეთყვით ბირის გამოსვლა რა? რატომ? იმ შვენიერი სამსახურიდან წამოსვლა მეთქი. რა სასტიკად ცდებით. თქვენ უნდა უთხრათ? არა ბატონო. ბირა და სამსახური რა შუაშია თვითონ მე ვარ მისი გადამრჩენი. არა ვახტანგი იცი რა? არ ვიცი. მე ვეტყვი ვახტანგი ნამდვილი შემომქმედია და სხვანაირად ვერ შეძლებდა. უგაცავთ ხალბატონო, გამარჯობათ. ინებეთ, მომილოცავს. დღეს 8 მარტია და უნდა შეგაწყვეტოთ. ხომ არ გექნებოდათ რაიმე სურვილები ჩვენი მსმენელებისათვის? გთხოვთ. სურვილები როგორ არა? სათქმელი ალბათ ძალიან ბევრ ქალს აქვს. რაც შეეხება 8 მარტს, პირადად მე ამ დღეს ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. გმადლობთ ხალბატონო. მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის არ ვამარტო უნდა იყოს. გმადლობთ ხალბატონო. არა. გმადლობთ. მე ჯერ არ დამთავრებია. ძვირფასო მამაკაცებო, როცა შეხედავ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს,
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინა ღამეები გითენებიათ. ზოგს ლექსებით გიწერიათ. იქნებ უნიჭოთ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამით გიტირიათ კიდეც. სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე დრო მუშაობთ. სიყვარულის გახანგრძლივებაზედაც იზრუნეთ ცოტა, თორემ უსიყვარულო. ხომ გახსოვს, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. იცით? ყოველი ჩვენგანი, ყოველი ადამიანი რომ ფიქრობდეს სწორედ იმ მიზეზებზე, რომელიც